გამარჯობათ. დღევანდელ ამბავს ქვია ბადრაგი. შემხვდა ერთი ადამიანი, პენიტენციური სისტემის თანამშრომელი. გზა ხანგრძლივი იყო, ვისაუბრეთ. დაუსი ასეთი შეკითხვა. პატიმრების რა პროცენტი ინანიებს თავის საქმეებს? პასუხი იყო ასეთი, მაქსიმუმ 1%. აქ საქმე არ ეხება ხოლმე, აი ცუდი აზრი გავიტარე, ძმას გული ვატკინე და ასე შემდეგ. საქმეა ხოლმე მკვლელობაზე, ყაჩაღობაზე, ადამიანთა დასახიჩრებაზე, ფინანსურ მაქინაციებზე, ასე შემდეგ. მაქსიმუმ 1%. თუ ჩვენ გადავხედავთ საზოგადოების ცხოვრებას, უამრავი ჩვენგანი თავს მშვენივრად გრძნობს სინანულის არარსებობის მიუხედავად. გამახსენდა ორი გახმაურებული საქმე, როდესაც პატიმრებთან საუბარში ჟურნალისტი ეკითხება, აი რა ხდება, როგორ გეპყრობიან და ეს ადამიანები დარდობდნენ, რომ მოსწყვიტეს თავის ოჯახს, ვერ ხედავენ საყვარელ შვილებს. და ერთი სიტყვა არ იყო ნათქვამი, რომ მაპატიეთ. აი მაპატიეთ რა, ვიკადრე ის, რაც არ უნდა მეკადრა. გავაკეთე ის, რაზეც არ უნდა მეფიქრა. ერთი სიტყვაც არ იყო ნათქვამი. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? ამას აქვს ორი მიზეზი. ერთი არის ადამი და ევა. ჩვენ ვართ ადამის და ევას დეფექტური შთამომავლობა, მათ პათოლოგიებს ჩვენ თავში ვატარებთ. ადამიანმა უარი თქვა მონანიებაზე, გული გაისასტიკა, ღმერთთან კამათი დაიწყო, თავის მართლება დაიწყო, ასე შემდეგ. ეს ჩვენ გადმოგვეცა მემკვიდრეობით. პირველი რეაქცია, როცა რამეს გვეუბნევიან, ეს არის თავის მართლება. და მეორე, ეს არის აღზრდა. ჩვენ სკოლებში გვასწავლიან ხოლმე ლექსებს, პოემებს, იმას, რაც არა თუ იმ ქვეყანაზე, ამ ქვეყანაზე რაც არ გვჭირდება. და არ გვასწავლიან ხოლმე იმას, რაც ამ ქვეყნათაც გვჭირდება და იმ ქვეყნათაც. ეფრემ ასურის ლოცვა არსებობს ასეთი. აი, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ბავშვებს, რომ ვასწავლიდეთ ეფრემ ასურის ლოცვას, 20 და 30 წლის მერე მშობლები აღარ ირბენენ პროკურატურაში, აღარ ირბენენ კაზინოებში, შვილების ვალების გადასახდელად და ასე შემდეგ. მშობლები უყრიან ხოლმე საფუძველს იმას, რომ 20 და 30 წლის მერე შვილი წვალობს და ვერ ხვდება რატო წვალობს. ზოგადად ბოროტებას არ აქვს გამართლება. აი ჩვენ კი ვამართლებთ ხოლმე. მაგრამ ბოროტებას არ აქვს გამართლება. ბოროტებას რო გამართლება ქონდეს, ესე იგი ეშმაკი რაღაცაში მართალია. ეს ესე არ არის. ეშმაკის ერთ-ერთი სახელი ყოფილა აბსურდი. აი ტანჯვა ტანჯვისთვის, წვალება წვალებისთვის. მოვინანიოთ, როგორ დავინახოთ რეალობა. აი თუ დააკვირდებით, აი ყველა იტყუება. როგორ დავინახოთ, რა ხდება სინამდვილეში. ჩვენ უნდა ვისწავლოთ სახარება. აი როგორც სკოლაში ასწავლიან ხოლმე, ზოგადად წაიკითხეო მათემატიკაო ხო არ ეუბნებიან ისწავლე. უნდა ვისწავლოთ სახარება და გვინდა არ გვინდა მოგწონს არ მოგწონს, რაც იქ წერია, უნდა გავაკეთოთ ხოლმე. თუ ამას გავაკეთებთ, ღვთის ცნების დარღვევით ადამიანმა დაკარგა მადლი და სათავე დაუდო უბედურებათა მდინარეს. ღვთისმცნების დაცვით სათავე დაედება თქვენ ბედნიერ, ამ ქვეყნიურ და იმ ქვეყნიურ ცხოვრებას. ღმერთს ვებარებოდეთ.